საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა. ამჟამად სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში 9500 ადამიანი იმყოფება და აქედან ნახევარზე მეტი ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის მუხლით ზის. არსებული სტატისტიკით გამოდის, რომ ყოველი მეორე პატიმარი ოჯახში ქალებზე ძალადობს, რაც ცოტა დაუჯერებელია, არა? იმიტომ რომ მსგავს ადამიანებს ჩვენს ირგვლივ დიდად არ ვიცნობთ. ერთეული შემთხვევები თუ გაგვიგია. საიდან მაშინ თუ ოფიციალურ სტატისტიკას დაუჯერებთ, ამდენი ქალთა მოძულე და მოძალადე მამაკაცი. მოდით ერთად გავარკვიოთ რა შეა საქმე. 2017 წელს საქართველო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას შეუერთდა. ამ კონვენციას სტამბულის კონვენციას ეძახიან, რადგან 2011 წელს ქალაქ სტამბულში მოეწერა ამ ხელშეკრულებას ხელი. კონვენციის მთავარი ამოცანაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, მსხვერპლის დაცვა და ამ დანაშაულების ჩამდენთა დაუსჯელობის დასრულება. ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზნებია და არაფერი ცუდიც არ ჩანს. თუ არ შევხედავთ იმ უცნაურ ფაქტს, რომ თავად სტამბული, ანუ თურქეთი, ამ ხელშეკრულებიდან 2021 წელს გამოვიდა. მოკლედ, ამ კონვენციის ამოქმედებიდან საქართველოში სახელმწიფოს უამრავი სამართლებრივი ბერკეტი და მექანიზმი გაუჩნდა ოჯახში ჩასარევად. მათ შორის კანონმდებლობაში გაჩნდა უამრავი საკამათო მუხლი, მაგალითად, როგორიცაა მუხლი 33, ფსიქოლოგიური ძალადობა. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარ განზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. საერთოდ ცალკე ნონსენსია 55 მუხლი. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35, 36, 37, 38, 39 მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლის სამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე. თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს, მაშინაც კი თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ მუხლის თანახმად ოჯახში ჩასარევად და კაცის დასასჯელად ქალის საჩივარიც არ არის საჭირო. შეიძლება ოჯახში იჩხუბო, ხმამაღლა იკამათო, რაც ბუნებრივია და ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანები ვართ. მეზობელმა გაიგოს ხმაური, დარეკოს პოლიციაში და სულ რომ ქალი წინააღმდეგი იყოს, საკუთარი კაცის დასჯის. 55 მუხლის თანახმად მეზობლის ზარი უკვე საკმარისია კანონის ასამოქმედებლად. ყველას გემახსოვრებათ ალბათ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის кейსი. 2020 წელს მას ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დასდო ბრალი და მხოლოდ ამ ქალის სიტყვების საფუძველზე, მეტი არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, ის დააკავეს. პროკურატურამ მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა და სასამართლომ 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. ანუ ბასილაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი რომ არ ყოფილიყო და პლუს 100,000 ლარი რომ არ ქონოდა, ის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ციხეში იჯდებოდა. სტამბულის კონვენციის მიღებიდან ნებისმიერ ქალს შეუძლია შენი დადანაშაულება ძალადობაში. არანაირი მტკიცებულება არ არის საჭირო. უბრალოდ ქალი რომ არის, უკვე საკმარის საფუძვლად ითვლება იმისთვის, რომ შენს წინააღმდეგ საქმე აღიძრას. პროკურატურა უდიდესი ალბათობით შენ წინააღმდეგ პატიმრობას მოითხოვს. სასამართლო ასევე უდიდესი ალბათობით დააკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას და ციხეში ჩაჯდება. როგორც ათასობით კაცია დღეს ოჯახური ძალადობის პოლიტიკის შედეგად უსამართლოდ დაპატიმრებული ან გამოძიების ქვეშ იმყოფება.
ცხადია, არსებობენ ქალები, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლი ხდებიან, ისევე როგორც მაგალითად კაცები. ამაზე დავა სასაცილო, მაგრამ სტამბულის კონვენცია და ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის აღმოფხვის პოლიტიკა არ ემსახურება ქალების დაცვას. ქალები კანონმდებლობით ისედაც დაცულები არიან, ეს უფლება მათ გარანტირებული აქვთ კონსტიტუციით. ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის პოლიტიკის ამოცანაა ლიბერალური იდეოლოგიის ფარგლებში საზოგადოებაში სახელმწიფო მანქანის მეშვეობით ფემინისტური მიდგომის დანერგვა. მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით ტრადიციული პატრიარქალური ოჯახის დასანგრევად და ამას სხვათა შორის სტამბულის კონვენციის მე-12 მუხშიც ვკითხულობთ. მხარეები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქალისა და მამაკაცის ქცევის სოციალურ და კულტურულ მოდელებში ცვლილებების დასანერგად. იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას ის ცრუ წმენები, ადათ-წესები და ტრადიციები და ყველა სხვა პრაქტიკა, რომლებიც ეფუძნება ქალთა არასრულფასოვნების იდეას ან ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპულ წარმოდგენას. ლიბერალების შეხედულებით ტრადიციული პატრიარქალური ოჯახი სტერეოტიპული წარმოდგენაა, რომელიც აუცილებლად უნდა განადგურდეს. ამ ფაშისტური პოლიტიკის შედეგადაა დღეს ყოველი მეორე პატიმარი ოჯახური ძალადობის ბრალდებით ციხეში და ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა დამარცხდეს.